გული არის ტაძარი სულისა წმინდისა, ტაძარი ღვთისა. და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პარტოვან გულში ვერ შევა სული წმინდა და ადამიანის გული, ადამიანის სულიერი სამყარო ცარიელი არადროს არ რჩება. თუ ადამიანი ამ პარტოვანია, იქ მოროტი აზრებია. და მე მინდა ასევე გავიხსენო დავით წინასწარმეტყველის ცხოვრება, როცა მან დაიმორჩილა მთელი ისრაელი და მთელი ხალხი თაყვანსას სცემდა დავით წინასწარმეტყველს. მან გააჩერა ეს ხალხი, დაუძახა დიდებულებს და უთხრა, გადაეცით ხალხს უფალი სუფევს, უფალი მეფობს. ესე იგი მე კი არ მეფობ, უფალი მეფობს. ეს არის უდიდესი თვისება ადამიანისა, რომელიც გრძნობს, რომ მასში უფალია და უფალი მეფობს.